მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. Დადროა ვისაუბროთ რა მოხდა მსოფლიოში და დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ნახევარგამტარებზე 2027 წლის ივნისიდან ამოქმედება ტარიფები, ან 2027 წლის ივნისამდე, დაახლოებით 18 თვე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. ოფიციალური ინფორმაციით დამატებითი გადასახადი ძალაში შევა 23 ივნისიდან, იქამდე კი სატარიფო გადასახადი იქნება 0%. ამ გადაწყვეტილებას წინოდოდა სპეციალური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ჩინეთი არასამართლიან მეთოდებს იყენებს ნახევარგამტარების ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად და რაც ზიანს აყენებს ამერიკულ ეკონომიკას. მიუხედავად აღმოჩენილი დარღვევებისა, მაინც ადმინისტრაციამ არ მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რეალურად ამერიკულ კომპანიებს და ბაზარს მოუწევს გარკვეულწილად გადაწყობა, რადგან ისინი ჩინური ნახევარგამტარების ბაზარზე არიან აწყობილები და მათ გაუძვირდებოდათ რეალურად ერთი სხვი პროდუქცია იმისთვის რომ აეწყოთ შესაბამისი პროდუქტები და მეორე სულ გაძვირდებოდეს პროდუქტები, რომელსაც აწარმოებენ, ამიტომ რაღაც პერიოდი დაახლოებით 18 თვიანი მიეცემათ მათ, რომ მოახერხონ ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩინური ნახევარგამტარების ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს გამოეხმაურა ჩინეთის მხარეც და თქვეს, რომ ბუნებრივი ამერიკის შეერთებული შტატები ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, არანაირი არასამართლიანი თამაშის წესები ამ შემთხვევაში ჩინური კომპანიების მხრიდან არ ფიქსირდება და ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზნებით მოტივირებული. მიუხედავად დაძაბულობისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გადავადება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციებისთვის, რომელთა პროდუქციაც, როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთში წარმოებულ ნახევარგამტარებზე, თუმცა 18 თვის შემდეგ ან შედარებით ძვირის გადახდა მოუწევთ, ან გარკვეულწილად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ტარიფებს გამოიყენებს ბერკეტს, როგორც ბერკეტს რაღაც სავაჭრო მოლაპარაკებებს შეიძლება 18 თვის შემდეგაც არ ამოქმედეს ტარიფები, თუმცა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ხო, ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ ტრამპს უყვარს თავისი ბერკეტების გამოყენება ყველა საკითხში, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებითაც ის იყენებს ბერკეტს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ და სხვა შორის ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა რუსეთში. ზოგადად რუსეთში ჩატარებულ კვლევებს რამდენად უნდა ვენდოთ ეს სხვა საკითხია, ალბათ არ უნდა ვენდოთ, მაგრამ კვლევაში ასეთი შედეგები ჩანს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 55% აცხადებს, რომ მათ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება სწორედ 2026 წელს. 55% ფიქრობს ასე ამ კვლევის მიხედვით. აქ შეიძლება არ ფიქრობდეს მოსახლეობის ამ ხელა წილი, მაგრამ კვლევა სწორედ აი ამ რიცხვს წერს მარტივად რომ თანაც ეს სახელმწიფო მან ჩაატარა, ხო? კი, სახელმწიფო, კვაზი სახელმწიფო უწყების მიერ არის იგი ჩატარებული, ამიტომაც მის სანდოობაზე თავს ნამდვილად ვერ დავთქვით. შეიძლება რაღაცა ფონი შექმნა სულ. ხო, შეიძლება სპეციალურად შემდეგ პუტინმა გამოიყენოს ეს კვლევა თავისი გადაწყვეტილებისათვის და თქვას, რომ აი მოსახლეობა სწორედ ეს უნდაო, არ არის ესეც გამორიცხული. ასევე 70%-მა თქვა, რომ ისინი უფრო პოზიტიურად არიან განწყობილნი 2026 წლის მიმართ, ვიდრე 2025 წლისა და ისინი ფიქრობენ, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე იყო და ამისი არგუმენტი მათ აქვთ ის, რომ ზოგადად ტრამპი ძალიან აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში და ისინი პოზიტიურ ნიშნებს ხედავენ ამ მიმართულებით. თუკი ბაიდენის ადმინისტრაციასთან მიმართებით რუსეთს არანაირი პოზიტიური ნიშანწყალი არ ჰქონდა და ვიცით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არანაირი შანსის მიცემას არ აპირებდა რუსეთისათვის, ტრამპი ასე არ იქცევა, მათ შორის თეორიულად საუბარი იმაზეც კი იყო, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვებიც კი შეუმსუბუქდეს რუსეთს ზოგიერთ საკითხებში და ის შეიძლება დაუბრუნდეს კიდეც საერთაშორისო ვაჭრობას, მაგალითად ნავთობის მიმართულებით. ამაზეც იყო მსჯელობა და საუბარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რუსეთში უფრო მწვავედ არის წარმოდგენილი საზოგადოების განხილვის საგნად, ამიტომაც როგორც ჩანს, მათ აქვთ იმედი იმისა, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი და მომავალ წელს ისინი იხილავენ მშვიდობას, რომელიც უკვე პრინციპში რუსეთსაც უნდა, რადგანაც ომი, რა თქმა უნდა, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ადამიანური მსხვერპლის გარდა. არის ფინანსური ზარალის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს უფრო მეტად ადარდებს, ვიდრე ის მილიონ კაციანი მსხვერპლი, რაც დაუდგათ ამ ომის პირობებში.
კი ბატონო, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ვახსენოთ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაანონსა, რომ მომავალ ათწლეულში ქვეყანა 350 მილიარდ შეკელს, ანუ ეს არის დაახლოებით 110 მილიარდი დოლარი დახარჯავს სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფოს ლიდერმა განმარტა, გამოყოფილი თანხები ძლიერი, დამოუკიდებელი და ადგილობრივი ინდუსტრიის გაძლიერებას მოხმარდება. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება გააკეთა თავდაცვის ძალების პილოტების ფიცის დადების ღონისძიებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მუსლიმური ქვეყნებით გარშემორტყმული ქვეყნის ლიდერმა ხაზგასმით თქვა, რომ მიზანი არის უცხოურ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება, შემცირება კი არა და პრინციპში ჩახსნა უცხოური დახმარებიდან ისრაელს უნდა ჰქონდეს თავდაცვის საკუთარი საშუალებები და არ იყოს დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე. უცხოურ დახმარებაში, რა თქმა უნდა, მეტწილად ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმება. ჩვენ ვიცით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გარკვეულწილად ჭიანურდებოდა ხოლმე სამხედრო დახმარების საკითხი, პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ კონგრესში მისაღები გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა იმ ტემპით, რაც ისრაელისთვის ამ შემთხვევაში იყო მნიშვნელოვანი. ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებით ეს რისკები ჯერჯერობით არ არის, თუმცა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ნეთანიაჰუს სურვილი და ისრაელის სურვილი, რომ არ იყოს დამოკიდებული არც ის ადმინისტრაციაზე თუ პარტიაზე და ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარი თავი დაიცვას და სწორედ ამიტომ მომავალ ათწლეულში 110 მილიარდი დოლარი დაიხარჯება შეერაღების გაძლიერებაზე, კვლევაზე, შექმნაზე და რა თქმა უნდა თავდაცვაზე. კი, და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ისრაელი რეალურად არის სახელმწიფო, რომლის არსებობა, ეგზისტენციალურობა რეალურად დამოკიდებული არის მის შეიარაღებაზე. თუ მას შეიარაღება არ ექნება, ისრაელის ყოფიერებას შეიძლება საფრთხე შეექმნას თანაც ძალიან სერიოზული. სხვათა შორის, ბიუჯეტის ზრდა არის უკვე ფაქტობრივად დაგეგმილი იაპონიაშიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა სანაი ტაკაიჩიმ წარმოადგინა ახალი ბიუჯეტი, მისი მოცულობა დოლარში არის 782 მილიარდის მოცულობის რეკორდული მაჩვენებელია, ეს გაზრდილი არის 6.3%-ით, ეს ზრდა აჭარბებს სხვათა შორის ინფლაციის მაჩვენებელსაც, ანუ რეალურ ზრდასთან გვაქვს საქმე და არც ნომინალურთან. ძალიან ბევრი მიმართულება არის გათვალისწინებული, მათ შორის არის ინფრასტრუქტურა, არის ეკონომიკის სტიმულირება, რამდენიმე სუბსიდიისა და დახმარების პაკეტია, აგრეთვე სამხედრო მიმართულებითაც იაპონია მეტი თანხის დახარჯვას აპირებს და ამ ხარჯების დის მიუხედავად იაპონიის მთავრობა აპირებს სხვათა შორის ვალის მოცულობის შემცირებას, აი ესე ორი რაღაცის დაბალანსებას აპირებენ, ალბათ უფრო მეტად გაზრდილი შემოსავლების ხარჯზე, რომლის საფუძველსაც ქმნის პრინციპში ის იმპორტის და ექსპორტის სტატისტიკა, რომელზედაც ერთი კვირის წინ ვისაუბრეთ, რომელსაც მოლოდინებს გადააჭარბა და როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ მომდენო კვარტლების განმავლობაში ასეთი კარგი შედეგი ექნება იაპონიას ამ მიმართულებით. მოკლედ იაპონია რაღაცნაირად გამოღვიძების ფაზაში არის შესული, ამიტომ ვხედავთ, რომ საფონდო ბირჟა რეკორდზე ავიდა სხვათა შორის, რაც მას არ უქნია ბოლო 25 წელიწადი. აი ეგეთი რეკორდი დაიდო, რადგანაც საკეთის გაპრემიერების წინ ასეთი მოლოდინები იყო და განცხადებები კეთდება და ანალიტიკოსის მხრიდან და ნუ ყოველ შემთხვევაში მიმდინარე პერიოდში ეს ყველაფერი ამართლებს, როგორც ჩანს. მოდი მსოფლიო ამბები დავასრულოთ ბოლივიით, საინტერესო თვითარდება ბოლივიისთვისაც სიტუაცია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა როდრიგო პაზმა დაანონსა, რომ იანვარში დედაქალაქში ეს არის სუკრეს წამყვანი ამერიკული კომპანიები Tesla, Amazon-ის და Oracle-ის დელეგაციები ჩავლენ. როგორც ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, მათი ვიზიტის მიზანი იქნება ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის საშუალებების განხილვა. ნამდვილად მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება ალბათ ბოლივიისთვის, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები ამას დიდი უკვე არც არის პლანეტაზე. ხო, არც არის პლანეტაზე, შესაბამისად ისინი განიხილავენ ბოლივიას როგორც საინვესტიციო საინტერესო ქვეყანას. არსებული ინფორმაციით საუბარი შეეხება ინვესტიციების განხორციელებას, მათ შორის ქალაქ ელ-ალტოში, ასევე კოჩაბამბაში. როგორც ქვეყნის ახალდარჩეული მემარჯვენე პრეზიდენტი ამბობს, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ბოლივიას უდიდესი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის ათვისებასაც გეგმავს. ასევე პაზმა მოსახლეობას შეატყობინა, რომ დაშვებულია სატელიტური ინტერნეტის ლიცენზია ილონ მასკის Starlink-ს, ასევე ჯეფ ბეზოსის საპილოტე ლეოსა და OneWeb-ს მიენიჭათ უკვე ეს ლიცენზია. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ბოლივია საკმაოდ მაღალმთიანი ქვეყანაა და მაღალ მთაში ანდებში მყოფ მოსახლეობასაც ექნება საშუალება მაღალ სიჩქარე ინტერნეტის სარგებლოს და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 10,000 ბოლივიელ ახალგაზრდას IBM-ი, Google-ი, Amazon-ი, Oracle-ი და Project Management ინსტიტუტი დაუფინანსებს სწავლას ტექნოლოგიების მიმართულებით
და წარმატებული სტუდენტები უკვე გადამზადებას და ტრენინგებს გაივლიან SpaceX-ის, ტექსასის და ფლორიდას ოფისებში. კარგი სიახლეები აქვს ბოლივიას, წარმატებები უსურვოთ იანვარშიც და რა თქმა უნდა, მე დავეწევით ამ ამბებს ჩვენს და საქმის აღმოჩენას გავაცნობთ მაყურებელს. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.